Hi guys, მე ვარ პრობრაულტი და დღეს გადავიღებ My League-ის პირველ ვიდეოს, უპირველესად და დღეს, ჩემი გუნდის დავშევ My League-ის ალბათ ორ თამაშს My League. ეხლა შევალაღებ და ვაყენებ. გამოვალკი არა უბრალოდ ჩავთავ ვიდეოს. რა თქმა უნდა დავიწყო Barcelona team. დავიწყო Barcelona team. Atletico Bilbao team Madrid-ით. ხო და პირველი მატჩია და არ მინდა. ჩემი გუნდი ჩანშებ და ავტობის დარტს დავაწერე. დავაჭერ. აქ ნაყიდი მაქვს და ესენი უნდა მოვაშორო აქედან. ეს ჩასო და არა Lionel Messi. Lionel Andres Messi. Barcelona's players დავაყენებ ძველსაც და ახალსაც და ნჭორთო. Barcelona არა, ჩემს დავაყენებ. ხო და ეს შემოდგენილობა იყოს რა. და პირველი მატჩი ლევ რაღაცასთან და პროფესიონალები თამაშობენ ყველა მატჩს აბსოლუტურად. დავიწყეთ პირველი მატჩი My League-ის. Ой, მე საბა არენაზე თამაში და პრობრაული უნდა და მეწერებინა პრობრაული არენაზე, სამდე წასული ვიყავ YouTube-ზე. თამდე მეწერა საბა არენა და ვобще არ მეწერა. და წასული ვიყავ YouTube-ზე, კარგი ხანები 6 თვე მაინც ვიყავ წასული. და იმენა მაგარი, ახლა და გამოიწერთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და ლაიქეთ გამოიწერთ არხი. გაიხსნა სეზონი დაიწყო Barcelona-მის პირველი მატჩი ამ ლიგაში. ლევანტესთან პირველი შეხვედრა ესის Barcelona-ს. ერლინგ ჰოლანდი ჩვენ ეკრანებზე ზოგადად გამოდიანეს ფეხბურთელები. ერლინგ ჰოლანდი, Lionel Messi 7-10 ნომრებით. შემოდგენილობა ასეთია გაჩვენეს ეკრანზე და Barcelona ლევანტეს წინააღმდეგ. Instagram-ებზე ერლინგ ჰოლანდი წინა სეზონში ის ლიდერობდა და აქ გულშემატკივრების დიდი არმია 1000-ობით გულშემატკივარი ესწრება ამ უმაგრეს შეხვედრას My League-ის პირველ სეზონში. იწყებს ერლინგ ჰოლანდი ბურთთან არის შეახო ბურთთან. ერლინგ ჰოლანდმა დაიწყო პირველი პასი ვან დაიკის მიმართ. დაიწყო პირველი ტაიმი. გადავეშდო FC Barcelona გამოვინგა. აქეთ მატეო, ენცო მარტინესი. აქ რა ცუდი პასი იყო ვან დაიკი და იბრუნოს ბურთს როზე რიმერი. ნეიმარი. კარგია ნეიმარი, მესი, აქეთ მუჰამედ სალაჰი, ნეიმარი, მესი არ ტყავს და მეკარის შესანიშნავი სეივი. პირველივე წუთებიდან შეტევა თავდასხმაში ტრიალებს Barcelona. მუჰამედ სალაჰი, ერლინგ ჰოლანდი კარგად ვერ უხვედრებს ბურთს, რადგან აცილ ფეხი ბურთზე. ეხლა მე ხო YouTube-ზე ვდებ, მაგრამ კომენტატორი ვითავარ ეხლა მე მატეო და ენცო მარტინესი ამ მატეოს არს გადავაკიდე. მესის შვილი რო მატეო წეღან უყურებდი მატეოს, რონალდო ჟუნიორსაც და იმე ჩახული მაქვს, რასაც ქვია. აქ მესის არ გამოვიდა დრიბლინგი. აქ ვან დაიკი, ნეიმარი. ნეიმარი კარგ ფორმაშია, აქ ჰოლანდი წამოვიდა ერლინგმა დაარტყა და შეაგდო ერლინგ ჰოლანდი. პირველი გოლი სეზონში 10 ნომრიანი მაისურით და ეს ტრიო ძალიან მაგარია. ნეიმარი, მესი, ერლინგ ჰოლანდი. ბრავო აბსოლუტურად. ერლინგ ჰოლანდს ძალიან მაგარი გოლი იყო. 7-10-11. მიყოლებით დაბალი მაღალი და ეს მესი რა თქმა უნდა შუაში იყო გოუტი. ასე რა კარგად დააბზრიალა ერლინგმა. იწყებს ლევანტე ერლინგ ჰოლანდი შეტევაშია მესი არ გამოვიდა. წაღება აქ რა კარგი პასი იყო ვიქტორ გარსია მიიღო ბურთი ვიქტორ გარსია ვან დაიქს ვარდნა სცდილობდა მაგრამ ვარდნა არ გამოვიდა. მე
დონარუმა გამოდის და ანგარიში თანაბრდება დონარუმას გამოსულა ვიცით რომ ძალიან ცუდი ნიშანია მე 24 წუთზე გაათანაბრა ლევანტემ ანგარიში ვინ გადა კაპიტანმა მგონი კი კაპიტანმა შეაგდო ძალიან მაგარი გოლი თავური დარტყმით თანაბრდება ანგარიში ვანდაიკი ენსო კეთ მუჰამედ სალაჰი იყო სუცარიელი არ იყო პრინციპში ვანდაიკი ენსო აქ ნეიმარი წავიდა ნეიმარი რა კარგი იყო ჩატეხა კარგი იყო ნეიმარი ჟუნიორი დაარტყა უმაგრესი სეივი დადო ლევანტეს მეკარე ნეიმარი რა კარგა დრიბლინგი წამოვიდა და უმშვენიერესი დარტყმას განავწერა მაგრამ მეკარე ფორმაში უთხურს მოაწვის ბარსელონა ამ სეზონში პირველად არ იყო ჩაწოდება აი ესე ნახევარწელს ლეო მესი არ არის აქ ფედერიკო ვალვერდეს უძლიერესი დარტყმა უნდა ხდეს კარში მიდიოდა უძლიერესი დარტყმა თუმცა აქ ნეიმარს უნდა მიეღო წესით დარიგით მაგრამ ეს ვინ იყო ვინ იხსნა ღმერთის ფეხით ეს ბურთი ეს 22 ნომერმა გააკეთა ისევ იგივე მცდელობა იქნება მესი რა დარტყმა იყო ბრავო ოფსაიდი იყო თუმცა რა დაარტყა ფედერიკო ვალვერდე ბრავო უმაგრესი დარტყმა და რა სეივი ეს რო გოლი გასულიყო ჩალითულებულ რადგან ეროლენ ხოლაც ბურთი ვერ მიეღო რომ გოლი გასულიყო იქ რომ რაღაც ძალიან მაგარი გოლი რა დარტყმა იყო ვიცით რომ ვალვერდეს უძლიერეს დარტყმა აქვს და წინა თამაშში მომაჩენს თამაშობდი 3 კაცი გამიგდო და რო თამაშობდი 8 კაცი და მოვიგე და იგი მესი რა გაყოლება ნეიმარ კევინ დე ბრუინე მინდა მეთქვამ თუმცა დე ბრუინი არ არის მეკარე გოლკიპერ დი ბესტ ბრავო ეს მეკარე ალბათ იდეალურია დღეს ზოგადად დაბალ რეიტინგიანი მეკარეები თამაშობენ იდეალურად თამაშობენ ნუ მგონი კასილას ჯობია ეს მეკარე რავი რა ბურთებია იყო აი ესე ტელო ხო იღებს ვიდეო ძალიან კაი ვალვერდე მიიღო ბურთი დაარტყა ისევ მეკარე ბრავო მეკარე იდეალურია მეკარე გოუთი ის მენა ვალვერდე ისე ძლიერ დარტყმა რა კიდევ ვალვერდე დგა ისევ გეჩანაფიქრო სანამ გოლს არ გავიდა ნეგეთ დარტყმით იქამდე არ მოვეშვები არა აგვე დაამუღამეს რომ ამაზე ვცდილობ ჩალიჩობ ერთი ვალვერდეს უნდა გავატანო ძალიან შორიდან დარტყმული ენცო ვალვერდე დირკაპასი კარგია იძახინო დირკარპერია მაგრამ ძალიან დიდი რამეა ეს მსვლელები და მეკარე არგენ რაღაც გიჟეთ ვალვერდეს დარტყმული ნუ მგონი ვალვერდეს დარტყმული ეშინიათ რო ყველა მცველი ბლოკავს მგონი ეს გოლი გადიოდა გოლი სერიოზულად გოლი გადიოდა აი ესე წავიღოთ ცოტა აქეთ ბურთი აი ესე ბუმ ხლაც დაბალი მაღალი უწოწულიყო უნდა მიეღო და ისე უნდა ერტყა რა კარგი წავიდო და არა და დასვას ჩავიწიოთ ჯობია კარგი ვარდნა იყო სუფთა ეს ორი ნომერი ძალიან კარგია მუჰამედ სალაჰი კამავინგა სუფთა იყო ჰალანდი ნეიმარი წავიდა ნეიმარი დაიძრა წინ მეორე გოლისკენ ნეიმარი და არ დამაცადა ჯანდაბ პირველ ტაიმ მორჩა 9 წუთი გავიდა ამასობაში ეს მინდა რომ თამაში მაგრამ მე რომ 15 წუთზე მეც ვერ ხდება ლაივში თუ გავალ მე უკვე იქნება 1 საათი ან 2 საათი დეიმე ვალვერდე
Neymar Juniorები ვარი. დაარტყა ფედერიკო. ამ სადღაც ჯანდაბაში გავარდა. ტრაქში. ბუშტ. Gosh, one day. Enzo Martinez-ი ეს არანაირი ჯარიმა არ იყო. ეხა ვარზე არ გადაამოწმო, თორე გავჭირდა. მგონი ვიდეო ნახე რაღაცაზე იყო. მგონი eFootball 2026 უნდა ამატონ ვარის ნიშნანიო. არ ვიცი რა. და ამატონ, იმიტომ რომ კარგი იქნება ლამაზი და ჩანს eFootball 2026 რო ასე გაპოპულარდება, მაგარი იქნება. ეხლა დავეჯაო რომ პარისთან ომის სიმბოლი გაიტანა. No sé, vamos, nos caravanista, no sé, nos guía o no sé. Víctor García, Ratsudis, el pasadleo, Sanguandei, si no son Víctor Bahía, Valdesiu Prostorret, Donnarumma, Gigio Donnarumma. Akjarima არ იყო არანაირი ვანდეიკი არ ტყავს ვანდეიკი თუმცა იხსნება ანგარიში ლევანტე დაწინაურდა კარლოს აწერტილმა გაიტანა ვალვერდე როგორი დაწყენია გოლზე მოკლედ კარგი გოლი გაიტანა ბრავო კარგი გოლი იყო აქ კარგი იყო დონარუმასის სეივი, როდესაც ხრიანი მოხსნა და ეს კამოვინგა შეცდომა იყო. ეს მგონი ჯარიმა იყო, თორსები, კარგად ატარა ბურთი. ბურთი ძალიან კარგად ატარა. ერლინგ ჰოლანდი, ლეო მესი, ჰოლანდი წავიდა, ჰოლანდი ვერ წავიდა უბრალოდ. ჰოლანდი ეჩალჩება ბურთს. დაწყმა დონარუმა ჯიჯო დონარუმა კაპიტანი იდეალურია წერან დონარუმა მისეთი ბურთი მოხსნა რომ მე რო იტყვა შოქში ჩავვარდი ოტუჩები დახეთქილი მაქინა ალობაზე რო ვიყავი და იმენა ბამ ობაბე მე პასი ვერ გავუკეთა არანაირი ჯარიმა არ იყო. ყვითელი ბარათიც არა არანაირი ყვითელი ბარათი. ეს როგორ არის? ყვითელი გაფრთხილებაც უნდა გაფრთხილებული საკონეს თუ ყვითელი ბარათი. შეიცვალა. ჩაოსი და შეიცვალა. ჰოლანდი იმენა ვერაფერს ვერ აკეთებს. ვერაფერს ვერ აკეთებს. კი, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს. მესი. ჰოლანდი. არ მარტო ჰოლანდი, იმიტომ რომ მეუბნება რომ რაღაცნაირი ფეხბურთელია რა, იმენა თავს შეგაწულებს. გამოვიდა მესი ხლებში. რაღაც ბაიკ. აგეთი ტიპები არ მიახსენებენ ბურთს რო აიღებენ და ეგ რო გაგორდებიან ხოლმე და ბლა. მამარტაშვილი ეგეთია, მაგრამ მამარტა მაინც მიახსენება. მამარტს აღო. მამარტ. შენი რა გულთან იყო ახლა ლეო. ახლა და ცირე მანძილი დააკლდა ლეოს უმაღლესი ფულის გატანამდე. ერლინგ ჰოლანდი my gosh ნეიმარი კარგი იყო კამავინგა ალბურს თამაშობს ნეიმარი არავითარ შემთხვევაში არ წავაგებ ამას ამ ფრედმაინს დავასრულებ ჩემი სიტყვა შესრულდება
ჩემი სიტყვა შესრულდება, ბიჭო. ჩემი სიტყვა შესრულდება და ერლინგ ჰოლანდზე რატო ვთქვი რომ ვერაფერს ვერ გააკეთებდა? აი ასე გადაყარა კაცები ყველა დაანარცხა ძირს ერლინგ ჰოლანდმა. ბრავო. ასეთი იყო ჩვენი ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერთ არხი და თუ გინდა რომ გააგრძელოს ასეთი ეპიზოდები, აუცილებლად ლაიქეთ და გამოიწერთ არხი. Peace!